სად წავიდა ოპოზიცია? ალბათ ეს კითხვა არა მარტო ქართველი ხალხის უმრავლესობას, არამედ რუსთაველზე მოსეირნე პროტესტანტებსაც უჩნდებათ. უკვე რამდენიმე კვირა ოპოზიციის არც ერთი ლიდერი არ ჩანს. არადა როგორ მონდომებით ელოდნენ ოციანვარს, ტრამპის ინაუგურაციას. მოსწრებაზე იყვნენ. ჯერ იყო სააკაშვილმა გასცა ბრძანება ოციანვრამდე უნდა მოვასწროთ ხელისუფლების ცვლილებაო. უნდა დავაჩქაროთ. უნდა ვიჩქაროთ. უნდა ვიყოთ ფორმაში მათ შორის 20-თვის. მერე მისმა პოლიტიკურმა თანამოაზრემ გახარიამ ერთ-ერთ ეთერში იგივე გაიმეორა. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ქვია პირველი ფაზა და ეს ფაზა მერწმუნეთ ჩვენ თუ არ დავასრულეთ. ახალ წლამდე ამიშოთ ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე. დოიმაც თითი დაგვექნია. 20-იანვრამდე ვადა მოგცა და გაგვაფრთხილა 20-ში ტრამპი რომ მოვა, მერე ნახეთ რა დღე გაყაროთ. 20-იანვრამდე სასამართლოს და ამ რეჟიმს კიდე აქვს დრო დაანთავისუფლოთ პოლიტპატიმრები. წამზომი ჩართულია, ათვლა დაწყებულია. რევოლუცია 20-იანვრამდე არ გამოვიდა. ვერ მოასწრეს. ველოდეთ და ბოლოს დოიაშვილის გაურკვეველი პერფორმანსი შეგვრჩა ხელში. წოდით, სასოც წარგვეკვეთა. დღეებს ვითვლიდით, როდის დაგვამხობდა გაბრაზებული დოი. მაგრამ დამხობის ნაცვლად ქუჩაში ცეკვა თამაში და სიმღერები წარმოგვიდგინეს. თან არც ისე ნიჭიერად დათქმული. თუმცა რა გასაკვირია, დოიაშვილის სპექტაკლებიც ხომ ზუსტად ისეთივე მდარე და არაფრის მომცემია, როგორც თავად დოი, თავისი მუქარებით. გაბრაზებულ დოის მტერმა უყურა. რეგიონებში აპირებენ სიარულს. კეთილ რჩევას მივცემთ. სახლის მცხნერში. კატის საჭმელს დავხიჭა. თუ ჩემს დავიბერო და ზუზვას გავიკეთე. ერთი წელი ჩუმად ვიქნები. გამოქვაბულში ვიცხო. ძროხებთან ერთად ვიბალახე. სიანიც დავლე. ღვიძლს ამოვიჭრე. კბილებს კეთობით გავიხედე. დოი ამ დასითა და ამ სპექტაკლებით თუ აპირებ რეგიონ სიარულს, ხელისუფლების ცვლილება და ძალადობაში ბრალდებული პატიმრების გამოშვება არ ვიცი და თქვენ შეიძლება ვერ გამოასწროთ მოსახლეობას. ჩამოჰკრა უბედურების ზარმა. ხელოვანები და ბიზნესები აჯანყდნენო გვამცნეს. ახლა ნახავთ, როგორ შევაზანზარებთ საქართველოსო. ჩამოვშლით ეკონომიკას, გავაჩერებთ ქვეყანას. საერთოდ აღარც ვიმღერებთო. ისიც კი გვითხრეს, საახალწლოდ თამადაც აღარ გეყოლებათო. აღარც ტრიკოებს გავყიდით და აღარც ფალაფელს გაჭმართო. მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, ბიზნესებიც ჩაუწვათ, ფულით შემოაკლდათ და ქართული ეკონომიკა არ ვიცი და კინაღამ შივრები დარჩნენ. ახლა ერთმანეთს ასწრებენ, ვინ პირველი ჩაატარებს კონცერტს და ვისი ტრიკო უფრო სწრაფად გაიყიდება. ვაკე ვაკე რასაკეთებთ ვაკე რატო არის ფიცებით ხალხო ой სიჩქრია ჯობი არ გადავიღო ვერაფრით გავარკვიეთ. ანუ უცამდე რასელოდნენ, ანუ ცის მერე ვის რა ფოთოლი შეურხიეს, მაგრამ გახარიას მაინც ვკითხეთ. დაამთავრდა ბატონო გიორგი ინაუგურაცია. 20-იც გავიდა, 22-იც დააგერ თვის ბოლოც მოვა სადაცაა და რა შვებით, რა გააკეთეთო. მაგრამ როგორც ჩვევია ხოლმე, გაიქცა. ბატონო გიორგი, თუ შეიძლება ერთი წუთით თქვენ საუბრობდით, რომ გქონდათ გეგმა, რომლის პირველი ფაზაც ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა დაგესრულებინათ. ახლა რა გეგმა აქვს ოპოზიციას? ოპოზიციონერები რატომ აღარ დადიან აქციებზე? რაც იცის, გაქცევა გახარიას ძლიერი მხარეა. ჯერ ინაუგურაციას ელოდნენ, გვიმტკიცებდნენ, რომ სათითაოდ იყვნენ მიწვეულები. იქით სალომე, აქეთ ლელო. თქვენ წარმოიდგინეთ და გიორგი ვაშაძეც კი. ოპოზიციურ მედიებში დიდი ზარზეიმი ჰქონდათ. ხაზარაძე დაგვპირდა პირდაპირ ტრამპთან მივალ და ახლო კადრებს გაგიზიარებთო. 20-ში იქიდან მოგაწვით იმ კადრებს, რომელიც ძალიან ახლოდან იქნება ჩვენს მიერ აღებული. სალომემ საკუთარი თავიც დაარწმუნა, რომ ბილეთი კი არ იყიდა არამედ მას, როგორც მოქმედ პრეზიდენტს ტრამპის ადმინისტრაციამ გამოუგზავნა. მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, მივდივარ ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. თქვენ იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები, თქვათ, მოწვევის ამ ინაუგურაციაზე, რომელშიდაც არავინ ფულს არ იხთით, სხვათა შორის თუ არა ეს რომ ყოფილიყო ამის საშუალება, ალბათ სხვებსაც ბევრს აქვს, ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს ეს თანხები.
საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანის იქ ყოფნა არავის შეუნიშნავს. სათითაოდ დგებოდნენ თეთრი სახლის წინ და ვიდეოზე წერდნენ, რომ დაგვენახა ნამდვილად ამერიკაში იყვნენ. ოღონდ ინაუგურაციაზე დასწრების ნაცვლად ზოგი ქუჩაში იყინებოდა. აი ხაზარაძე ჯაფარიძის მსგავსად. ზოგი ფოიეში იჯდა და სელფებს იღებდა და ზოგი სადღაც სტადიონზე დიდ ეკრანზე უყურებდა ინაუგურაციას. თავარია რომ ყველა ამერიკაში რაც მათი ეგოს დასაკმაყოფილებლად საკმარისი აღმოჩნდა. არც ერთ მათგანს ამ დროს არც თავმოყარეობა გახსენებია და არც ის ტყუილები წასვლამდე საკუთარ ამომრჩეველს რომ უთხრეს. მოკლედ, აქაც ჩაუვარდათ დიადი გეგმა. სამაგიეროდ ამერიკაში გადაღებული სელფები და ვიდეოები შერჩათ. რას ვიზამთ? ხელისუფლება ვერ შეცვალეს. ვერც 20-ში და ვერც 20-ის მერე ვერაფერი გააკეთეს. სამაგიეროდ ამ ამბავში ყველაზე კმაყოფილი და მოგებული მაინც გრიგოლ გეგელია აღმოჩნდა. ჯერ ამერიკაში წაიყვანეს. მართალია ვიღაც გაურკვეველ სენატორებს შეახვედრეს, მაგრამ მაინც ოცნება აიხდინა და როგორც იქნა ჯო უილსონს უთხრა, რომ მისთვის ღმერთიც არის და ღმერთკაციც. ჯო უილსონთან ჰქონდა გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა, პირველი სიტყვები მართლაც, როდესაც მივესალმე მას იყო სწორედ ეს გულითადი მადლობა ქართველი ხალხის სახელით, ისინი თქვენ გაღმერთებენ, აი ეს უთხარი ზუსტად, და ძალიან რა თქმა უნდა, ბედნიერი იყო. ხოდა, ხელისუფლებაში თუ ვერ მოვიდნენ, არა უშავს, გეგელიას მადლი ხომაინც მოისხეს. მოკლედ, ძვირფასო ოპოზიცია, ბაქიავ და ფუჭად მეტყველო. დაპირებები ვერ შეასრულეთ. საკუთარ მხარდამჭერებს იმედები გაუცრუეთ. ვერც ქვეყანა გადაატრიალეთ და ვერც ხელისუფლება ვერ შეცვალეთ. ტრამპის ინაუგურაციამაც თქვენთვის არც ისე მომგებიანად ჩაიარა და მგონი ასე ხურუმით გავუყვეთ გზას, თორემ უკვე სადაცაა სიგიჟის ზღვარს უკაკუნებთ და მერე ვეღარც ამერიკა გიშველით და ვეღარც ევროპა. საქართველოს